შეიძლება ათობით სულიერი წიგნი გქონდეს წაკითხული. იცოდე რა არის კარმა, ატმა, მედიტაცია, ბhakti. მაგრამ მთავარი კითხვა სხვაა. ის, რაც ვიცით, რამდენად იქცა ჩვენს პირად გამოცდილებად. რადგან ცოდნა და გამოცდილება ერთი და იგივე არ არის. შეიძლება უამრავი წიგნი წავიკითხოთ ცურვის შესახებ. ვიცოდეთ, როგორ უნდა ვიმოძრაოთ და ვისუნთქოთ, მაგრამ სანამ წყალში არ შევოთ, ცურვას ვერ ვისწავლით. სულიერ გზაზეც ასეა. შეიძლება ვიცოდეთ, რომ ღმერთი სიყვარულია, რომ ჩვენ მხოლოდ სხეული და გონება არ ვართ, რომ ჭეშმარიტი სიმშვიდე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. მაგრამ სულიერი ცოდნის მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ მეტი ვიცოდეთ. მისი მიზანია ამ ცოდნამ შევცვალოს. და სწორედ ამისთვის გვჭირდება სადანა, სულიერი პრაქტიკა. ატმაკრია იოგაში მედიტაციის შესახებ მხოლოდ არ კითხულობ, მედიტირებ. მანტრას მხოლოდ არ სწავლობ, იმეორებ ღვთაებრივ სახელს. შინაგან ტრანსფორმაციაზე მხოლოდ არ საუბრობ, ამ ტრანსფორმაციას დროს, ყურადღებას და სიყვარულს უთმობ. და დროთა განმავლობაში ის, რაც ადრე მხოლოდ ვიცოდით, ჩვენს პირად გამოცდილებად და შინაგან გარდაქმნად იქცევა. სწორედ აქ იწყება ნამდვილი სულიერი მოგზაურობა. როდესაც ის, რაც ადრე მხოლოდ ვიცოდით, ხდება ის, რასაც ვცხოვრობთ. ატმაკრია იოგა სწორედ ამ გზას გვთავაზობს. ცოდნიდან გამოცდილებამდე, გამოცდილებიდან შინაგან გარდაქმნამდე და შინაგანი გარდაქმნიდან უფრო ჰარმონიულ და გაცნობიერებულ ცხოვრება.